დღეს ჩვენ ვამზადებთ ორაგულს წითელი ღვინისა და ტარხუნის სოუსში. ჩვენ ვიწყებთ თევზის დამუშავებას პირველ რიგში. აქ გვაქვს ჩვენ დაახლოებით 300-400 გრამი ორაგულის ფილე. დაგჭირდება საშუალო თავი, ხახვი და დაახლოებით 2 კბილი ნიორი. ტარხუნა არის დაახლოებით 2 კონა. რაც შეეხება პრასს, ჩვენ დავიწყოთ პრასის მომზადება. პრასი უნდა მოიწალოს ცოტა. აი ესე გავასუფთავეთ, გავაცალკევეთ და ახლა დავალოდოთ წყლის ადუღებას, შემდეგ უკვე მოვწალოთ 3-4 წუთის განმავლობაში ადუღებულ წყალში. ლიმონს დავჭრით პატარა თხელ ნაჭრებად, ანუ ლიმონის ჩიფსები. აი დავჭერით ლიმონი სლაისერზე, ავაყაროთ შაქრის დაფხვილი შაქარი, რომ მიიღოს კარამელიზაცია ლიმონმა. მზად არის ღუმელში გამოსაცხობად. გავუშვებთ 150 გრადუსზე 9 საათი. ეხლა დავიწყოთ ორაგულის მომზადება. დღეს ჩვენ ორაგულს არ ვწვავთ, ხარშავთ, უბრალოდ წყალს ვასხამთ 9-მდე. და ჩავყაროთ დაფნის ფოთოლი 1-2 ცალი ბაჰარი. სანამ ორაგული გამზადდება, ჩვენ მოვამზადოთ სოუსი. ისე სოუსისთვის დაჭრილი გვაქვს ხახვი, ნიორი, აგერ კარაქი გვაქვს. დავუწყვეტო რომ გამიკეთებინა ყურძნის ზეთით. პრას მოვწავალ ცოტას ადუღებულ წყალში ცოტა ხნით. დავამატოთ ტარხუნა. ჩვენი ორაგულიც თითქმის მზად არის. ცოტა კარაქს კიდე დავუმატებ, იმიტომ რომ კარაქი ძალიან კარგ გემოს აძლევს, დაახლოებით 1-20 გრამი. დავაგემოვნოთ. ცოტა ძალიან მჟავი არის და შეგვიძლია შაქრის პუდრა ან შაქარი დავუმატოთ, ცოტა რომ ის სიმჟავე გაანეიტრალოს. თევზის ბულიონი დავასხათ ცოტა. ქსანტან გუმი, შემასქელებელი. ორაგული გამზადდა უკვე, სოუსიც მზად გვაქვს, ლიმონიც შეგვიძლია აღარ დაგვჭა აწყობა.
ეს რა არის? ეს არის ღვინის და ტარხუნის соуს. აჰა. ხო, და ესეთი ჩვენ გემოზეც არის, ხო, ტარხუნა რაღაც ჩაკაპულის. მსგავსად. აი კიდე ერთი აქ რაღაცა მწვანე გუაკამოლე. მწვანე გუაკამოლე ასე. კი, ეს გუაკამოლეა. ძალიან მაგარი. აი ამიტომ მიყვარს ეს საქმე. აი ესეთ სიამოვნებას მიიღებ. თან დეკორაცია თან სულ ყველაფერი იჭმარდებშია. ძალიან გემრიელია, გემრიელია, ძალიან. კიდევ ერთხელ შეთანხმდით. ძალიან მომწონს შენი კულინარია.